რატომ ხდება დღეს ამდენი საშინელება? ეს კითხვა ალბათ ბევრ ადამიანს გასჩენია, განსაკუთრებით საქართველოში ბოლო დროს დიდი დისკუსიებია, რომ აი ამდენი ფემიციდი, სამწუხარო შემთხვევები, პედოფილია, გაუპატიურება, ძალადობა, არ ვიცი, მკვლელობა, მართლა ძალიან ბევრი ხდება. არსებობს ესეთი არგუმენტი, რომ ჩვენ ახლა ვიცით, რომ ეს ხდება და ადრე ინფორმაცია ასე სწრაფად, ასე ვრცლად არ იზრდებოდა ხალხში, არ გავრცელდებოდა ხოლმე და ამიტომ ადრე თქვათ ხდებოდა ძალიან ბევრი საშინელება, მაგრამ ადამიანები ესე საქმის კურსში არ იყვნენ. ესეთი არგუმენტი მსმენია. და მეორე მხრივ მაინც განცდა არის, რომ გახშირდა ეს ამბავი. ორივე ვარიანტიც რომ მართალი იყოს, აი სულ ერთია რომელია მართალი, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ისე არ არის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ფსიქოლოგიაში ვიცით, რომ ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ის ქმედებს საჭიროების მიხედვით. ანუ ჯანმრთელი ადამიანი, ჯანსაღი ადამიანი, ცხოველი, მცენარე, რა გნებავთ, ამება, ერთუჯრედიანი თუ ვინც გინდა იყოს, აუცილებლად ნაკარნახევია მისი ქცევა და ქმედება საჭიროებით. ანუ რაც ამ ორგანიზმს გადარჩენაში და გამრავლებაში სჭირდება, ისე ქმედებს. ხო და მართლა პარადოქსალურია, ხო? მე მესმის, რომ თქვა ქვის ხანაში შესაძლოა ადამიანს სჭირდებოდა კვლავ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო იმ გაგებით, რომ იპოვებდნენ სხვადასხვა რესურსებს, ხო, ბუნებაში ადამიანები და კონკურენცია იყო ამ რესურსებზე, იმიტომ რომ მწირი იყო მაშინ რესურსებიც და ადამიანის მოპოვების უნარებიც და მესმის, რომ იმ პერიოდში იქ და იმჟამად მოკლა იყო ალბათ აუცილებლობა იმისაც, რომ გადარჩენილი იყო. ცხოველებიც ესე კლავენ. ცხოველები მხოლოდ მაშინ კლავენ, როდესაც ეს ჭირდება გადარჩენას ან გამრავლებას. ანუ საკვების მოპოვების მიზნით კლავენ. ეხლა ცხოველებში რაიმე სხვა სახის სისასტიკეზე და მკვლელობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ასევე იყო ადამიანთანაც. ეხლა დღეს ხო პარადოქსალურია რაღაცნაირად, ხო, ალბათ აფიქრებს ადამიანს, რომ 21 საუკუნეა. რესურსები პლუს მინუს მოპოვებულია. ყოველ შემთხვევაში ადამიანს ბევრად მეტი უნარი აქვს დღეს, რომ მოიპოვოს გადარჩენა და გამრავლება, ვიდრე ადრე ჰქონდა. და მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი საშინელება ხდება. ომები, ეს მასშტაბურ შემთხვევაში, პატარა მასშტაბზე ძალადობები, ოჯახში ძალადობა, მკვლელობები, ფემიციდები, როგორც წეღან თქვი, საქართველოშიც ძალიან მომრავლებულია. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ ხდება ესენი. და იმ დღეს შემხვდა რამდენიმე დღის წინ პოსტი, სადაც ეწერა, რომ აი ეს იმის ბრალია, ეს პედოფილია, ეს გაუპატიურება, ეს ძალადობა და მკვლელობები საქართველოშიო, რომ ქართველმა ერმაო დაკარგა ქრისტიანული მორალი. და ის მორალური ღირებულებები, რაც მართლმადიდებლობაში არისო, შესუსტდაო ხალხშიო, რაღაცნაირად განეწყო ხალხიო, რაღაც დემოკრატიულად თუ ლიბერალურადო და ამან გამოიწვია რომ ადამიანები არიანო უფრო აგრესიულები და ძალადობრივებიო და მე საერთოდაც ფსიქოლოგიაში შეიჭრა პოსტის ავტორი, ეხლა ნამდვილად არ მახსოვს და დაწერა, რომ იდის, ასე ვთქვათ, გაკონტროლება შესუსტდაო. ნახეთ, იდი არის ფსიქოლოგიაში ტერმინი, რომელიც ადამიანის ცხოველურ ნაწილს აღწერს. იდი არის ასევე ის, რაც არ ცნობიერდება, იდი არის ინსტინქტების სამყარო, მოგრძო ტვინი და ასე შემდეგ. და ანუ ადამიანმა დაწერა ქართულ ენაზე Facebook პოსტი, რომ საქართველოში იმიტომ ხდება ამდენი საშინელებაო, ეს გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა და ასე შემდეგო, რომ ადამიანმაო იდზე კონტროლი დაკარგაო და აი ეს ქრისტიანული მორალი შესუსტდაო. ესეთი დასკვნა გამოიტანა და ერთი შეხედვით ჩანს, რომ უწყინარი დასკვნა არის. და ლოგიკურია და თან მინდა გითხრათ, რომ პოსტს ეტყობოდა ნამდვილი გულის ტკივილი. აი, ეს ადამიანი გულნატკენი იყო, რაღაცას აზიარებდა, აღარ წავიკითხე, იმიტომ რომ ვცდილობ, რომ ლიმიტირება გავუკეთო საშინელებებს, რაც ვრცელდება სოცქსელში. აი, ხა ცოტა ხნის წინ იყო მაგალითად დათვის ბელის მკვლელობის ვიდეო ვრცელდებოდა და რამდენჯერმე შემხვდა და გადავსქროლე, იმიტომ რომ როგორ გითხრათ, ის ინფორმაციაც კი, რომ ესეთი რამ მოხდა, და ეს გავიგე საკმარისია. მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ფსიქიკა, ასე ვთქვათ, ამერიდებინა იმისთვის, რომ მეყურებინა, როგორ კლავენ ამ დათვის ბელს. ისედაც ცოდოა, ჩემთვის ძალიან. და ეხლა რომ წარმოვიდგენდი, რომ იქ ესეთ ფსიქოპათოლოგიას უნდა უყურო,
რომ დათვისბელს კლავენ, გადავწყვიტე რომ არ მეყურებინ და ჩავსქროლე. რამდენჯერმე შემხვდა, ბევრი ადამიანი აზიარებდა, დასტიროდნენ და ჰქონდათ ძალიან დიდი ემპათია, რაც ძალიან კარგად მესმის და შემდეგ რა თქმა უნდა, იმის გამო რომ ადამიანს უნდა ხოლმე რომ ახსნას რა მოხდა, წამოვიდა რაციონალიზაცია. ასეთივე პოსტი იყო ამ შემთხვევაში ადამიანების მკვლელობას თუ ქალის მკვლელობას ეხებოდა, აღარ მახსოვს, მაგრამ ეს ხო ყოველ კვირას რაღაც ახალი ესეთი ამბავი გვესმის, ხო, რომ აი ქმარმა მოკლა ცოლი ესე და ესე, შვილების თვალწინ, არ ვიცი, ცხელი ის იყო, რა ქვია, გასქურა თუ შეშის ღუმელი და იმას შემოახეთქა, იქ რაღაცა ქნა, ესეთი საშინელებები გვესმის რა. ძალიან ბევრი ხო და ადამიანებს გულის ტკივა და ცდილობენ ხოლმე ახსნა და ეს გაზიარებული ქონდა ამ ადამიანს და წერდა რომ აი იდზე კონტროლი დაიკარგა იდის ასე ვთქვათ პარპაშის გამო ხდება ამდენი საშინელება ანუ იდის ხანაირად რო თქვა კიდევ ცხოველური ნაწილის გამო თურმე ადამიანის ცხოველური ნაწილის გამო ხდება ის რომ აი ესე დაპარპაშებს ადამიანი თავის ცხოველური ბუნებით აზიანებს ირგვლივ ხალხს ხოცავს აუპატიურებს და ასე შემდეგ და აი რო წავიკითხე იქ აღარ დავაკომენტარე რა იმდენად არა გეკითხა ფსიქოლოგიური აღქმა იყო ეს და იმდენად რაციონალიზაცია იყო და თავდაცვის მექანიზმი და თან ძალიან ბევრი ხალხი აკომენტარებდა რომ მართალია ესეა იქ რაღაც პოსტსაც ძალიან ბევრი ლაიქი ჰქონდა მე არ ვიცნობ იმ პიროვნებას იმიტომაც ამომიგდო რომ გავრცელდა რა ეს სტატუსი რაც დაწერა რომ აი მორალი გვაკლია მორალი რა არის მორალი არის ინსტანცია რომელიც ადამიანში ზეწოლას ახდენს ცხოველურ ნაწილზე იგივე ფროიდისენით სუპერეგო ხო ხო და რო წავიკითხე ეს ყველაფერი ძალიან როგორ გითხრა შევწუხდი რომ ნახეთ რა ხდება მეგობრებო როგორც უკვე აღწერე ცხოველები ბუნებრივ სიტუაციაში მხოლოდ ორ საჭიროებას ემსახურებიან გადარჩენა და გამრავლება მორჩა და ასეთივეა ადამიანის ცხოველური ნაწილიც ადამიანის ცხოველურ ნაწილს საერთოდ არ აქვს ბოროტების ასე ვთქვათ გინდა შინაარსი, გინდა საჭიროება, გინდა იმპულსი, გინდა აი მე ასე ვხედავ მას. ადამიანის თანდაყოლილ იდს, ანუ ცხოველურ მეს არ აქვს დესტრუქციული შინაარსები. მე ამას მასში ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რა ფუნქცია სატარებს, ხო, ესაა მნიშვნელოვანი. ყველაფერი ამ სამყაროში ფუნქციონირებს, რაღაცას ემსახურება, რაღაცა ფიზიკის კანონები არის ძალიან მყარი. შეიძლება იქ კვანტურ ფიზიკაში არის, რომ რაღაც ალბათობა არსებობს, Googleplex ალბათობა. Googleplex-ი არის ძალიან დიდი ციფრი, არ ვიცი 0,000 რაღაცა მილიონობით 0,1%, რომ სამყარო ანიჰილირდეს უცებ. ან კვანტური ნახტომი გააკეთოს და გაქრეს. მაგრამ პროცენტობას დააკვირდით როგორია, ხო? 0,000 და ეს უნდა ვიძახო ერთი 4-5 საათი, ან 4-5 დღე, არც ვიცი Googleplex-ის აღქმა არა მაქვს. და აი ეგეთი ალბათობაა, რომ სამყარო ანიჰილირდეს, თუმცა არის. აი ესეთივე ალბათობა არის, რომ ფსიქიკის კანონები დაირღვეს და სხვანაირად ქმედებდეს ადამიანის ფსიქიკა, ვიდრე ის როგორც ევოლუციურად და როგორც ფიზიოლოგიურად არის მოწყობილი. და ფიზიოლოგიურად ასეა მოწყობილი, რომ მოგზო ტვინი, იგივე იდი, თუ ის ჯანმრთელია, კიდევ ვიმეორებ, ნეირონულ დარღვევებზე და თანდაყოლილ ფიზიკურ პათოლოგიებზე არ მაქვს საუბარი. ფიზიკურად მოწყობილ, ასე ვთქვათ, ორგანიზმში, ნახეთ სიტყვაც რას ამბობს, ორგანიზმი, ორგანიზებულია რაღაც. ორგანიზმი ცდილობს ამავე ორგანული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, გამრავლდეს და გადარჩეს. ეს ორი ინსტინქტი არის კოდირებული. და გამრავლებისთვის და გადარჩენისთვის თუ საჭიროა ბრძოლა, მოკლა და ასე შემდეგ, ეს მეცაც გეტყვით, ჰიუგოს უწერია, ხო? რომ პარვა ხო ცუდია, ჩვენ ვიცით ჩვენ კულტურაში, რომ პარვა ცუდია და ჰიუგომ ამაზე დაწერა იმხელა საბრალონი, რომ ადამიანს შიოდა და მის დიშვილებს შიოდათ, 7-8 ბავშვი შიმშილობდა, წავიდა და პური მოიპარა. იმისთვის რომ მათთვის ეჭმია და 30 წლიან კატორღაზე გაუშვა სისტემამ. როგორ გეჩვენებათ ეს რამდენად კარგი კონტროლია ცხოველური ნაწილის. აი ცხოველურმა ნაწილმა თქვა ბავშვებს შიათ, წავიდა და იქურდა, მოიპარა პური. ну აკლემის ქურდი და ნემსის ქურდი ერთი და იგივეა ხო არა ესე ჟღერს ხო ჩვენი სუპერეგოს შინაარსები და მოიპარა ეს პური და დაიჭირეს ჩასვეს ციხეში და 30 წელი გაუშვეს კატორღაში. ხო ეს არის სასჯელი ნახე ამ ცხოველური ნაწილის ასე ვთქვათ ინსტინქტზე.
და ამაზე დაწერა რომანი, რომელიც ადამიანებმა წაიკითხეს და დაფიქრდნენ, რომ ნუ თუ ამხელად სასჯელს იმსახურებ, საერთოდ სასჯელს იმსახურებ და ჟან ვალჟანი, მე ვფიქრობ, რომ არა. მე ვფიქრობ, რომ ჟან ვალჟანმა რაც გააკეთა, სისტემური მოვლენა არის. თუ ადამიანები ერთმანეთს ვაში მშილებთ, შევავიწროვებთ, როგორ გითხრა, რაღაც ძალიან დიდ მორალურ ზეწოლას განვახორციელებთ ერთმანეთზე და ასე შემდეგ, დანაშაულიც გაიზრდება აუცილებლად. აი მორალურად თუ შეავიწროვებ ადამიანს, ფიზიკურად თუ შეავიწროვებ, მასში გაიღვიძებს ნახეთ მხეცი, რომელიც ცხოველი კი აღარ არის. მხეცია. და ეს მხეცი უკვე ყველაფრის ფასად ეცდება, რომ გადარჩეს. ჩვენ ხო ვიცით ლენინგრადის ბლოკადა ისტორიული მოვლენა რა იყო, ხო? ბლოკადა იყო ლენინგრადში, თუ არ ვცდები 40 დღე, ხალხს მოშივდა, თან ძალიან მოშივდა უკვე, ხო? 40 დღე ძალიან ბევრია და ამის გამო წავიდა საშინელი კრიმინალი და ძალიან მძიმე რაღაცები მოხდა, რომელსაც ეხლა არ გავიმეორებ, ისედაც ყველა მიცით, ხო? და ისიც ვიცით, ვირთხები როდის ჭამენ ერთმანეთს, როდესაც ჩაყრილები არიან ერთ დაკეტილ სივრცეში, რაღაცა კასრში, ვერ ამოდიან, შიათ, ანუ რაღაცა საშინელი არაბუნებრივი იმ გაგებით, რომ ვირთხა არ გაჩენილა კასრში, ვირთხა არ დაბადებულა კასრში საცხოვრებლად. ვირთხებისთვის გარემო, სადაც ისინი უნდა იყვნენ, კასრი არ არის. კასრი რო ყოფილიყო, მაშინ ვირთხები იქნებოდნენ ბოროტები. რომ აი თავის ბუნებრივ გარემოში გაჩნდა ეს ვირთხა და ის არის კანიბალია. ნუ მაშინ ვიტყოდით, რომ ეს ბოროტი არსება არის. მაგრამ ვერ იტყვი ამას, იმიტომ არ გაჩენილა კასრისთვის. ხელოვნურად ადამიანი ჩაერია, ჩასვა კასრში და იქ ატყდა მე რაღაც ანომალიური ქცევა, იმიტომ რომ ვირთხების რესურსები, რომ ეცხოვრათ, ამოიწურა. და ინსტინქტი დაეჯახა რესურსებს და წავიდა ეს კანიბალიზმი და საშინელება, ხო, რაც ვიცით, რომ ვირთხებს ახასიათებთ. ეხლა მინდა გითხრათ, რომ მორალი ძალიან ადამიანური რამ არის. 200 დღე იყო, ხო? ხო, აღარ მახსოვდა ზუსტი ციფრი, მადლობა, რომ გამისწორე. მორალი ადამიანური ძალიან ესეთი ბუნებრივი მოვლენა არის. ისიც ვიცით, რომ საერთოდ მორალი არის ფიზიკურად ასევე წარმოდგენილი, ისევე როგორც იდი, ნახე, იდი არის მოგრძო ტვინში მოთავსებული, ესე უხეშად რო ვთქვა, და მორალი კიდევ მოთავსებული არის შუბლის წილში. ეს ძალიან უხეშად ვლაპარაკობ ახლა, მაგრამ აი სურათი რო შეიქმნას, როგორ არის ფსიქოფიზიოლოგია მოწყობილი ადამიანის და ახლა რას აკეთებს შუბლის წილი, ნახე, და ასევე სარკისებური ნეირონები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სარკისებური ნეირონები სხვასა და მეს შორის ქმნის კავშირს. რომ აი სხვას რო ტკივა არ მოგსვლიათ ეს, აი მაგალითად სტომატოლოგთან. ბურღის ხმა რო გაისმება და ვიღაცა ადამიანი რო იქ ზის და იცი შეება დაგაჟრიალოს, ნახე, შენ ხო არ გბურღავს არავინ. მაგრამ შენი სარკისებური ნეირონები გადასარევად ირეკლამენ, რომ იქ ვიღაცას ბურღავენ და ეხა ტკივნეული აღარ არის ბურღი, მაგრამ ჩემ ბავშვობაში იყო. ცოტა არ იყოს ტკივნეული და აუტანელი და აი მახსოვს ეგ ჟრიალის განცდა და ყველას გამოუცდია მე მგონი. აი ადამიანში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. დასკვნებს როცა ვაკეთებთ ადამიანზე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია მოვეჭიდოთ სხეულს, მოვეჭიდოთ ფიზიოლოგიას. ფიზიოლოგიის გარეშე არ არსებობს ფსიქიკა, სხეულის გარეშე არ არსებობს სული. ეს ერთმანეთში არის, როგორ გითხრათ, ერთდროულად არის მოცემული. ანუ სულს ეხა ვახსენებ როგორც ფსიქიკას, ფსიქეა. ხო? არ არსებობს სხეულის გარეშე და ნახეთ რა ხდება, რატომ გვაქვს ემპათია და რის გამო გაჩნდა ადამიანში მორალი. სხვას რო ეტკინა, ვიგრძენი მე. ფიზიკურად შემოვიდა ინფორმაცია, რომ იმას ტკივა. აი ცხოველებს აღმოჩნდა, რომ აქვთ ზოგიერთ მათგანს სარკისებური ნეირონები, მაგალითად ძაღლს. რაც უფრო განვითარებული აქვს სარკისებური ნეირონები, უფრო ჭკვიანი სახეობაა, ნახე, ძალიან დიდ კავშირშია, იმიტომ რომ სარკისებრი ნეირონი ფაქტიურად მაკავშირებს გარე სამყაროსთან, რაც უფრო დაკავშირებული ვარ, უფრო მეზრდება ინტელექტი და აღქმა. მარტო საკუთარ თავში არ ვიხარშები. მაგრამ ეხლა ეს ყველაფერიც განვითარებადია და აი ქვის ხანაში მაგალითად სიკეთე თითვლებოდა თუ მე ვიღაცას გავძარცვავდი და წამოვიღებდი იმის არ ვიცი ჭურჭელს ან ცოლს მოვტაცებდი და რაღაც ეს სიკეთე იყო. მაგრამ თუ ის დამესხმოდა თავს და ჩემ ჭურჭელს წაიღებდა და ჩემ ცოლს გამტაცებდა, ეს ბოროტება იყო, ნახეთ, როგორი ეგოცენტრული სამყაროა. ეს ბუნებრივია, დასაწყისში ასე იყურებოდა ადამიანი ამ გადასახედიდან. მე დამიშავეს ბოროტება, მე დაუშავე სიკეთეა.
თუ ჩემი არ გჯერათ, ბიბლიაში ჩაიხედეთ, რამდენჯერ არის, რომ გაანადგურეს, არ ვიცი, ქალაქები და ისინი და აი ღმერთი ჩვენსკენ იყო, სიკეთე ჩვენსკენ იყო და ამიტომ გავიმარჯვეთო და როდესაც წააგებდნენ ხოლმე და იქ სხვა ვიღაცა გაიმარჯვებდა მათზე, მე იწყებდნენ, რომ ჩვენ ღმერთს უღალატეთო და დავისაჯეთო და ესეც ნახეთ, ცოტა ახალი აღქმა არის, მაგრამ ძალიან გავს იმ ძველ აღქმას, რომ თუ წამართვეს ბოროტება, თუ წავართვი სიკეთეა. ესე იყო თავიდან და მე რომ განვითარდა ეს მე ძალიან ახლა რედუქციას უკეთებ, მარტო სარკისებრ ნეირონზე ვერ დაიყვანება, მაგრამ აი სხეულებრივი მოსაჭიდი ეგ არის რა. რომ განვითარდა უკვე ეს ნეირონული აღქმა, რომ სხვისი ტკივილი ჩემიც არის, წამოვიდა, როგორ გითხრა, შინაგანი, ინგლისურად კარგად ქვია intrinsic, შინაგანი მორალი, რომელიც დასწავლილი კი არ არის. ნახეთ იმ სტატუსში მე რაც შემხვდა, მთავარი პრობლემა რა არის? იმ ადამიანს, ვინც ეგ სტატუსი დაწერა, სწამს, რომ მისი იდეა არის ბოროტი იმპულსების მქონე და ამიტომ ჭირდება მორალიდან, გარედან ნასწავლი მორალით კონტროლი. მაგალითად, რელიგიური მორალით კონტროლი, მაგალითად, რაღაც ტრადიციული მორალით კონტროლი და რომ გააკონტროლებს, მე აღარც მკვლელობა მოხდება, აღარც გაუპატიურება მოხდება. ნახე, ესეთი რწმენა აქვს. და ეს რწმენა ჩემი გადასახედიდან და ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან არის მცდარი და მაქვს არგუმენტები, რომ მორალი ასე კი არ წარმოიქმნება მხოლოდ, რომ გარედან ვიღაცამ რაღაც მასწავლა, თვითონ ადამიანშივე წარმოიქმნა და ადამიანის საწყისი რომ ბოროტი ყოფილიყო, ასე თქვა და ეგეთი იმპულსები ქონოდა, რომ მოუკლა და ესა, მაშინ ეს შინაგანად არ წარმოიქმნებოდა, ვერ წარმოიქმნებოდა. აი როგორ გითხრათ, აი ნიანგს მაგალითად ხო არ გაუჩნდება ემპათია იმ ირმის მიმართ, რომელსაც ჭამს. იმიტომ რომ ეს სარკისებრი აღქმა და ეს სხვასა და მეს შორის კავშირი ნიანგს არ აქვს. მოშივდა ნიანგს, წავიდა, ჭამს ირემს. და დამიჯერეთ, რომ ნერვი არ უტოკავს ნიანგს მაგ დროს და ვერც ვერავინ გარედან ვერასოდეს ვერ ასწავლის, რომ საწყალია ის ირემი, რომელსაც ჭამს. აბა სცადეთ გლის თავზე და წაიკითხეთ სახარება, ხო? ეს გამოთქმა ძალიან საინტერესოა, იმ გლის თავზე სახარებას რო კითხულობ, აზრი არ აქვს, იმიტომ მისაღები, მიმღები არ აქვს. აი რომ წარმოიდგინოთ, რომ USB-ს შეერთებას ცდილობ იქ, სადაც არ არის ჯეკის ადგილი. USB პორტი არ არის და როგორ შეაერთებ იქ. ამიტომაც ადამიანს რომ შინაგანად აქვს ეს მორალი, ამიტომაც შესაძლებელია გარედანაც რაღაცა აუხსნა და ეს ცოტა ის არის დროის ეკონომიაა, ნახე, გადაახტუნებენ ხოლმე. ჩვენ ხო ვიცით რომ 2-3 წლის ბავშვებს არ გააჩნიათ ეს ისეთი გამოხატული რა, აი დაბალია. შევეკნუც აწვალებდეს, მაგრამ ვერ ხვდება რომ აწვალებს. განა ბოროტებით აწვალებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ვერ ხვდება. ჯერ კიდე იმ ასაკში სარკისებრი ნეირონი ვითარდება. შუბლის წილიც ვითარდება და თამაში გონია, ნახე იმას. და რეალურად შეიძლება ტკივაკნუც რაღაცა და ეს ვერ ხვდება. ეს კიდე სხვა მდგომარეობაა. მაგრამ ამის მიწერა ეხას დასრულ ადამიანზე, რომ ჩვენ თუ მორალით გავაკონტროლებთ, ის მერე გაუპატიურებას აღარ ჩაიდენს, რაღაც მკვლელობას აღარ ჩაიდენს, ეს ძალიან მცდარი და აცდენილი წარმოდგენა არის ადამიანზე რა. და პირიქითაც არის. მთელი მახე ამაშია, რომ თუ ჩვენ იდის გაკონტროლებას ცუდი გაგებით შევეცდებით, რომ ის ცუდია და ჩვენ იმას უნდა მოუჭიროთ და შევებრძოლოთ და ეხლა ვამუქებ, რომ გამოჩნდეს ფენომენი, ხო? შევებრძოლოთ, რაღაცა დავთრგუნოთ, გამოვკეტოთ და ასე შემდეგ, რას გაგონებთ ეს? იმ ვირთხებს არ გაგონებთ? აი ასე წარმოიქმნება ბოროტი ბჭყალებში, იმპულსები იდში. თუ მას ზედმეტად მოუჭერ და კასრში გამოკეტავ და გახედეთ ჩვენ ცივილიზაციას რამდენჯერ უცხოვრიათ კასრში. ეხაც ცხოვრობენ, ხო, ჩრდილო კორეაში ადამიანები კასრში და გარედან ისე გეჩვენება, რომ ორგანიზებულია, გაღიმებულები დადიან, იმიტომ რომ უნდა გაიღიმონ. თუ არ გაიღიმებს, დახრეტენ. აი ესეთი კასრია, ნახე. ეხლა წარმოიდგინეთ, ამდენი ხანი რომ ეს კასრი ესე შემოეჭირება, იქ რამხელა კანიბალიზმი ბჭყალებში გაიღვიძებს, ხო? შემოეჭირათ ეხა იმათ ეს მორალი და კონტროლი. ასევე არის სხვათა შორის ცნობილი, რომ არის ესეთი კულტურები, სადაც მორალის პოლიციაც კი არსებობს და დაძდევენ მორალს და არის ერთი ამბავი და არ მინდა ახლა დავასახელო, ალბათ ხვდებით ესეთი კულტურები, ხო? ბევრია. და ამ კულტურებში რა ხდება? პედოფილია არის, დაკანონებული პედოფილია არის, ცოლად ირთავენ, არ ვიცი 8-9 წლის გოგონებს, ხო? როგორ ხდება ეს? რა კორელაცია? მე ძალიან ნათლად ვხედავ კორელაციას.
რაც უფრო შემოჭერილია მორალის მარწუხები, მით უფრო ავიწროვებს იდს, რომელიც ბუნებით უბრალოდ გადარჩენას და გამრავლებას აგენერირებს, როგორც იმპულსს. მეტი იმპულსი იქ არ არის, მაგრამ თუ შენ ამ გადარჩენას და გამრავლებას კასრში უკეტავ და რესურსებს უმცირებ ამ მორალით და ზეწოლით, უფრო და უფრო მეტად აღვიძებ და აღვივებ მასში მხეცს, რომელიც განა ხეცად დაიბადა. აბა გალიაში ჩაკეტეთ ცხოველები დაჭამენ ერთმანეთს. ყველა ცხოველი დარწმუნებული ვარ გადავა კანიბალიზმზე, ეს ცდა არ მაქვს ახლა ნანახი, რომ გითხრათ რომ მეცნიერული ცდა არის მეთქი, მაგრამ ძალიან დიდხანს დარწმუნებული ვარ, გლებიც კი რომ გამუკეტო ერთ გალიაში და საჭმელი არ მისე, დიდი ალბათობით ყველაზე სუსტს დაიჭერენ და შეჭამენ. ეს აღწერილი აქვს იმას ჯეკ ლონდონს. მარხილის ძაღლებზე, რომ ძალიან თუ მოშივდებათ, ღამით, როცა პატრონებს ძინავთ, ერთ სუსტ ძაღლს დაერევიან და ჭამენ და მერე დილას ძვლები ხვდებათ ხოლმე და თითო ძაღლით ნაკლებია ყოველ ღამე მარხილის ძაღლებში. აი ესეთი, როგორ გითხრათ, ეხა აქ რა თქმა უნდა გვერდიდან რო უყურებ, საშინელებაა, რასაც ცხოველების ჩადიან, მაგრამ ამას არ ჩადიან იმის გამო, რომ ისინი ბოროტი არსებები იყვნენ თანდაყოლილად. უბრალოდ ჩვენ რაღაცნაირად ადამიანები უგულებელ ყოფთ ხოლმე, რომ გავლენის ქვეშ ვართ. აი ყველა ადამიანი ახლა რომ გააჩეროთ, ესეც სუპერეგოს ნაყოფია სხვათა შორის და კითხო რომ შენ რამე გავლენის ქვეშ ხარ? იტყვის არა, მე არა ვარ გავლენის ქვეშ, მე თავისუფალი ვარ. ესე იტყვის. და რეალურად პირველი თავისუფლება იმაშია, რომ აღიქვა და აღიარო, რომ კი ხარ გავლენის ქვეშ. შეუძლებელია რომ გავლენის ქვეშ არ იყო. რაიმე ვაკუუმში ხარ სადმე? რაღაც ანომალია წარმოიშვა ფიზიკური და იმ რაღაც არც ვიცი სიტყვა არ მყოფნის, რაღაც ვაკუუმში წარმოიქმენი და ესე ვაკუუმში განვითარდი, როგორ ეს? სულ გამუდმებით გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებაში ხარ და როგორ შეიძლება არ იყო გავლენის ქვეშ. აგვისტოში შეიძლება რომ 40 გრადუსში შენ გციოდეს, მოახერხებ ამას, გულწრფელად მოახერხებ, რომ აგვისტოში 40 გრადუსში დაჯდე და მცივა და იკანკალო. ეს არ გამოვა. ჩვენ დაკავშირებული ვართ გარემოსთან, ძალიან დიდი კავშირი გვაქვს. არიან ინდივიდები, რომლებიც ამ კავშირს ხედავენ და კრეატიულად იყენებენ, მაგრამ ამასაც აქვს საზღვარი. ყველაფერს აქვს საზღვრები სამყაროში და არიან ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ მე არ ვარ გავლენის ქვეშ, მე თავისუფალი ვარ და უფრო მეტად ექცევიან ამის გამო გავლენის ქვეშ. და აბსოლუტური კონტროლი აქვს მათზე გარემოს. და ესეც სადღაც განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, ბუნებაა. ამასთან შეწინააღმდეგება არასწორია, თუმცა ამის გამო, რომ ეს ამხელა გავლენის მქონეა, არ შეიძლება ცალსახად, რომ ადამიანმა მორალს მიაწეროს, რომ აი მორალის ნაკლებობა მაქვს და ამიტომ რაღაც ჩვენ სოციუმში რომ კარგად არ უჭერს მარწუხები, ამიტომაც არიან ადამიანები გაბოროტებულები. პირიქით, მეგობრებო. და მე მეცაც გეტყვით, ეს რომ სწორი ყოფილიყო ეს პოსტულატი, რომ აი მორალი გვაკლია და ამიტომ იქცევით ცუდად. მთელი საუკუნეების მანძილზე ცდილობდა ადამიანი ძალიან შეუბრალებლად, რომ სხვადასხვა მორალური კანონები აღესრულებინა. აი სახარების პერიოდში, როცა სახარება იწერებოდა, ხო? იქ ხო არის ეპიზოდი, რომ ცოდვის ჩამდენი ქალი მოიყვანეს და რაღაც მრუში ქალი თუ რაღაც და უნდათ რომ დაუშინონ ქვები და ჩაქოლონ. ეს გონიათ ერთეული შემთხვევა არის? ამაში იცხოვრა კაცობრიობა. და კაცობრიობას ეგონა, რომ ეხა სხვა ქალები რომ დაინახავენ, რომ აი ქვებით ჩავქოლეთ ეს ქალი, აღარ იმრუშებენ. და ნახო ის აოცრებავ. პირიქით. ესეთი სასჯელები ეხლაც არის. ამერიკაში, მაგალითად ელექტროსკამი, სადაც არის, იმ შტატებში მეტი მკვლელობა ხდება. და ნახეთ, უარყოფა რომ ეს ესეა და ეს კავშირი არსებობს და ეს კორელაცია, რომ რაც უფრო მოუჭერ მორალს, რაც უფრო მოუჭერ კანონს და სასჯელს და შეებრძოლები რაღაცა ქცევას, ის ძლიერდება. ეს არის ძალიან დიდი სიბრძნე. აღმოსავლეთში აქვთ ეს სიბრძნე და ამიტომ ამბობენ, რომ არ ებრძოლო იმას, რაც ცუდია. ეს ხა არასწორად ესმით ხოლმე. ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისგებლობა არ უნდა დაეკისროს ადამიანს თუ ის ცუდად იქცევა, როგორ არა. უბრალოდ იმის თქმა, რომ რაც უფრო მკაცრად დავშით, უფრო კარგად მოიქცევა, არის შეცდომა. ეს არის რაციონალიზაციის ნაყოფი, ეს დასკვნა. და უარყოფა და უგულვებელყოფა იმ ფაქტების, იმ ძალიან ბევრი ფაქტის, რომელიც თვალწინ გვილაგია. ფაქტი არის საერთოდ მეცნიერების საფუძველი, ხო? რომ უყურებ და რეალური ფაქტი თვალწინ გიდევს და ფაქტი რა არის? სიკვდილით დასჯა არის შტატებში, მეტი მკვლელობა ხდება.
მორალური ზეწოლა მიდის და მორალის პოლიცია არსებობს, გვერდით არის პედოფილური ქორწინება გაправებული. ოფიციალურად გაგუქლება, რომ 9 წლის გოგო ცოლად შეირთო და საერთოდ მუჰამედმა შეირთო 9 წლის გოგო ცოლად. ეს არის ფაქტი. ასევე ვირთხებს კასრს მოუჭერ, ესენი ერთმანეთს შეჭამენ იმ კასრში. ლენინგრადის ბლოკადა იყო, ატყდა იქ საშინელი კრიმინალი. რესურსები ცოტა იყო გარესამყაროში. ქვის ხანაში ვიყავით და არსებობდა იქ კანიბალიზმი, ინცესტი და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იმიტომ რომ გარემო პირობა მეტ რესურსს არ იძლეოდა. ნახეთ, აი პირდაპირ მიბმულია რა. ამიტომაც ეს აზრი, რომ საქართველოში ტრადიციები და მართლმადიდებლური მორალი, ასე ვთქვათ, რომ არის დაცემული, ამიტომ ხდება მკვლელობები და ამიტომ ხდება პედოფილი, არის მცდარი. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ შემოეჭირა ეს ტრადიციები და შემოეჭირა ძალიან მორალი ადამიანს და აღარ დააცადეს, რომ შინაგანად იგრძნოს თავის მორალური ღირებულება. ნახე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აღზრდის დროს და გაზრდის დროს ეს კი არ უნდა ეცადო, რომ თქვა კნუც რო აწვალებს ბავშვი, რომ აი არ აწვალო, თორემ მე შენ დაგჯი და ეს არასწორია, იმიტომ რომ ამიტომ და ჯოჯოხეთში მოხვდები და ნახე სულ შიშები და სასჯელები კი არა. ნახე როგორ კნავის. აბა მოусმინე რო კნავის. ნახე და მოусმეს ბავშვი და ნახე შემოვიდა ინფორმაცია, რომ აი მე ტკივა. ხე იგრძნო ამ ადამიანმა, რომ კნუც ტკივა. აი ძალიან დიდი განსხვავება არის. და შეგიძლია სასჯელებით აიძულო ბავშვი, რომ კნუტი აღარ აწვალოს. და შეგიძლია მიეხმარო, რომ მოусმინოს როგორ კნავის. დააკვირდი აბა კნავის, ნახე და შემოვიდა ინფორმაცია, რომ ცოდოა. ნახე, ეს არის მორალი. ის არ არის მორალი, რომ შენ თუ კნუტს აწვალებ, ჯოჯოხეთში მოხვდები და თუ კარგად მოექცევი 60-ში მოხვდები, აქ მორალს, შინაგან მორალს, ხო ერთი დღე არ გაუთენებია. ეს არის შიში. არაფერ მორალზე არ არის ლაპარაკი აქ. მე შინია რომ დავისჯები და ის ადამიანი, ვინც შიშით მანიპულირებს ჩემზე, ფიქრობს, რომ მე ბოროტი ვარ. ესეთი დასკვნაა რა. ეხლა ძალიან ვამუქებ, რომ გამოჩდეს რა ფენომენებთან გვაქვს საქმე და თუ მე ეკლესია მეუნება, რომ შენ თუ ცუდად მოიქცევი, ჯოჯოხეთში მოხვდები და ამითიც ცდილობს, რომ მე კარგად მოვიქცე, ესე იგი მას ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ჩემზე. როგორი ვარ მე, ჩემს ღვთაებრივ ბუნებაზე ფიქრობს, რომ მე თუ გამიშვი ჩემ ნებაზე და ლიბერალურად თუ განმაწყვე, ესე იგი გადავწავ ყველაფერს და დავხოცავ ამ ხალხს და გავაუპატიურებ და საშინელებებს მოვიმოქმედებ. ნახე და გონიათ, რომ აი ამ დამჭერით და შუბლის წილით, ჯოჯოხეთის შიშით და 60-ის დაპირებით გადამიყვანენ, რომ კარგად მოვიქცე, თორე ეხა რომ გამიშვა ჩემ ნებაზე საშინოდ მოვიქცევი. და ეს არის ძალიან ცდარი წარმოდგენა ადამიანზე. ძალიან ცდარი. ამაზე უარესს ვერ წარმოიდგენ. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ რელიგიური პრიზმიდანაც რო გადმოვიხედო, ძალიან არასწორი დანახვა არის. თუ შენ მეუნები, რომ ღვთის ხატი ვარ, ღვთის შვილი ვარ, ღმერთს უყვარ ვარ, მე მიყვარს ღმერთი, ჩემში არის ღვთის ტაძარი და ასე შემდეგ და თან მაშინებ, რომ ცუდად თუ მოიქცევი, ჯოჯოხეთში მოხვდები, ხო, ვერ ჯდება. ეს ძალიან დიდი დისონანსია. უდიდესი. თუ ღვთაებრივი ვარ და ღმერთის შვილი ვარ, მენდე მაშინ. ნახე, ნდობასთან მივედი. მენდე და მომეცი ის ჩემი სივრცე ბუნებრივი რაც არის, ნუ მიჭერ ამ მორალის მარწუხებს. არ მჭირდება, მე შინაგანად გრძნობ, რომ კნუტი რო კნავის ცოდოა. რა თმინდა მათრახის რტყმევა ამაზე? არაფერში არ მინდა რა. და ეხა ნახეთ. ფსიქოლოგია, როდესაც ჩამოყალიბდა როგორც მიმდინარეობა, ხო? თავიდან მუშაობდა როგორც სხვა ტრადიციული მედიცინა, როგორც არის, იქიდან ამოიზარდა და ეხა ნახეთ რა ხდება. რა ხდებოდა. თავიდან ფსიქოლოგია მუშაობდა ასე. მოვიდოდა პაციენტი, გავამუქებ ახლა, რომელიც ითვლებოდა, რომ არის გიჟი, გიჟი მოვიდა. მოვიდოდა ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან, ისევ რომ გავამუქოთ, რომელიც იყო ჭკვიანი. ესეთი ტრანზაქცია დგებოდა. მოვიდოდა ეს გიჟი პაციენტი, ილაპარაკებდა, რომ ეს ჭირს, ის ჭირს. ფსიქოლოგი ჭკვიანი მოიფიქრებდა გამოსავალს, გამოუწერდა, არ ვიცი, წამალს, არ ვიცი, რაიმე პროცედურას, არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს, ამას ეტყოდა და გაატანდა ხოლმე ესე რა. აჰა, მიდი. და მინდა გითხრათ, რომ ალბათ ერთი 50 წელი ესე იმუშავეს ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა. და ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც გაბედა ეთქვა, რომ ჩვენ შედეგი არ აგვაქვს. და ეს არის ის ადამიანი, რომელმაც შეძლო, რომ ფსიქოლოგიით მიეღო შედეგი, ფსიქოთერაპიით. მანამდე
მთელი ეს, ფროიდი უკვე დანახულია და ეს ამოხსნილია ფსიქიკა როგორ მუშაობს, მე ეს არ კმარა, ნახე. ვხედავ როგორ მუშაობს, მე რა ვქნა? ჩარევას, ინტერვენციას ვერ ვაკეთებთ. ანუ ძველ დროზე ვსაუბრობ. ხო, ინტერვენცია არასწორია. ინტერვენცია არის, რომ აი გარედან მორალს გავს ეს. ჩვენ ახლა ვეტყვით როგორ მოიქცეს, წავა ეს ადამიანი, ესე მოიქცევა და კარგად იქნება. ესე ცოტა ისე ჟღერს კომუნისტურად. ჩვენ ვემსახურებით პარტიას და ესეთი განწყობანი. მაგრამ 50 წელი უდიდესმა ინტელექტუალებმა იბრუნეს აი ამ განწყობის გარშემო და არც ერთს არ იყო რესურსი შინაგანი და არც ერთს არ იყო გამბედაობა, ვაჟკაცობა თუ რაც გნებავთ, ეღიარებინა, რომ შედეგი არ აქვს. არა გვაქვს, წავა ეს ადამიანი, მე ამბობდნენ, რომ აი დაცვის მექანიზმი აქვს და ჩვენ რასაც ვეუბნებით პირიქით აკეთებს და. საქმეც ამაშია. რომ პირიქით აკეთებს. ეს ამ ადამიანის სირთულე ზუსტად აქ იყო, რომ თვითონ რაღაცა სირთულეს შეეჯახა და ესე მარტო საკუთარი რესურსით ვერ გადალახა და შენთან მოვიდა, ხო? ეს დაავალო ეხა რომ რატო ვერ ლახავ შენ რესურსებს, ხო გითხარი რომ ესე გექნა, ისე გექნა, არის ძალიან გულუბრყვილო და სულელური მიდგომა, რომელიც დასაწყისში გასაგებია რომ იყო ფსიქოლოგიაში და იცით ვის იყო ამის ვაჟკაცობა რომ ეთქვა რომ არ მუშაობს ეს? კარლ როჯერსს. და თვითონ კარლ როჯერსმა სანამ ამას აღიარებდა და გააჟღერებდა 20 წელი იმუშავა მაგ იმით. მოვიდოდა ხალხი, ეს ეტყოდა ესექენით, ისექენით, წავიდოდა. ყველა ესე მუშაობდა. აბსოლუტურად ყველა რჩევას იძლეოდნენ და всё. გინდა დაიჯერე რჩევა, გინდა დაიჯერებ და ღადაობა იცით რა არის, რომ აი მაგალითად თუ ადამიანს აქვს რაიმე დამოკიდებულება, რჩევა რა თუნდა რომ გაქვს დამოკიდებულება, იცის რომ არ უნდა კონდეს. გადასარევად იცის რა, რომელიმე თქვათ ალკოჰოლიკს მოიყვან, რომელმაც არ იცის რომ ალკოჰოლიზმი ცუდია, ვერ მოიყვან. სიტყვიერად ყველა მიცის ეს, ანუ ინფორმაციას რა მნიშვნელობა აქვს, ხა თერაპევტი მეტყვის რომ არ უნდა სვავდე თუ მე თვითონ ვიცი რომ არ უნდა ვსვავდე თუ საიდან გავიგებ ამას, ამაში არაფერი თერაპიული არ არის. ინფორმაცია ისედაც აქვს ადამიანს. რომ აი მაგალითად რაღაც სახში კი ხარ, გადი გაისეირნე. აი ეს არის რაღაც ძალიან პათეტიკური ჩარევა რა. ხო და ეხა როჯერსმა ნახეთ პირველმა შეძლო ეღიარებინა და რატო ვამბობ ახლა ამას? კაცობრიობა მანამ სანამ არ აღიარებს რომ მორალით ზეწოლა არ ცვლის არაფერს, პირიქით აუარესებს, კი არა აუმჯობესებს, ამისი აღიარება დაგჭირდება და თუ ეს არ ვაღიარეთ, ისევე როგორც როჯერსმა აღიარა, რომ ის არ მუშაობდა, ის სისტემა რაც იყო, ახალი სისტემა არ დაიბადება, იტრიალებს და იტრიალებს, ესე ნევროტულად ფიქსირებულია, ნახე, ფიქსაციაა გაკეთებული, რომ მეტი მორალი, მეტი სასჯელი, მეტი ჯოჯოხეთის მუქარა და ეს ადამიანი, როგორ გითხრა, კარგად მოიქცევა და შინაგანად რომ დაითრგუნა, გაბოროტდა, როგორ გითხრა, შეეზღუდა გამრავლება და გადარჩენა. პირდაპირ ესენი შეეზღუდა. ჩვენ ხო ვიცით რომ რელიგიაში ყველაზე დიდი რასაც ასე ვთქვათ აჭერს ძალიან უვიც მდგომარეობაში მყოფი რელიგიური ადამიანი არის გამრავლება. ეს არის რას ქვია ეს სიბილწეა და ხატების ოთახში სექსუალური კავშირი არ შეიძლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი ისა აქვთ რა ზეწოლა, წიხლის ჩაჭერა აქვთ განსაკუთრებით ქალებზე. ამასაც გეტყვით რატოა ჩემი აზრით რომ ქალებზეა უფრო მეტად და არა კაცებზე და ისა რა ქვია აი ამით როგორ გითხრა ამას აჭერენ და ადამიანს რომელსაც თავისი ერთ-ერთი მთავარი სულ ორია ხო გადარჩენა გამრავლება აი ეს მთავარი ინსტინქტი რომ დაუთრგუნე და ჩაუპრესე რა თქმა უნდა გამოჩნდება იქ პათოლოგია და დაიწყება პედოფილია დაიწყება გაუპატიურება დაიწყება როგორ გითხრა სხვადასხვა პათოლოგიური მიხრილობები, მიჯაჭულობა პორნოგრაფიაზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ და თან ნახეთ მე როგორი მოტყუებული რჩება ადამიანი, რომ გონია, რომ ნახე, აი საკმარისად არ შევიზღუდე თავი და ამიტომ ისევ პორნოგრაფია მიმიზიდა. საკმარისად არ შეიზღუდე კი არა, პირიქით ზედმეტად რომ შეიზღუდე, იმიტომ მიგიზიდა პორნოგრაფიამ. აი ეს როგორ გითხრათ, ამ კავშირების აღიარება და დანახვა არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რაც ფსიქოლოგიაში გააკეთა როჯერსმა. და თქვა რომ მე რო რჩევას ვეუბნები ადამიანს, ეს არ მუშაობს. არც ერთი ჩემი პაციენტი არ გამხდარა უკეთ. 20 წელი რო ადამიანი იმუშავებს და ის რო ამას აღიარებს, ეს არის არ ვიცი, უდიდესი მოვლენა. და სხვათა შორის დაფასებული არ არის იმდენად როჯერსი, რამდენადაც ეკუთვნის ჩემი აზრით. იმიტომ რომ იმ დროს როჯერსის დროს იცით რა არის ინტელექტუალები იყვნენ, უდიდესები და ვერც ერთმა ეს ვერ აღიარა. პირველია, ვინც ეს თქვა, მე 20 წელია ვმუშაობ და ჩემი არც ერთი პაციენტი არ გამხდარა უკეთესად. ესე იგი რაღაცას არასწორად ვაკეთებ.
აი ამიტომ იყო ჩემი აზრით გენიალური პიროვნება, ხო და ეს რო თქვა, ნახე, როგორც კი აღიარა და მე ხა ისევ გავავლებ პარალელს, რომ კაცობრიობა როგორც კი აღიარებს, რომ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მე მორალი მაკლია, ან მარწუხები მაკლია, ან ზეწოლა მაკლია ადამიანზე და მათრახი მაკლია. ეს არ არის პრობლემა. ამას ვაკეთებ უკვე 21 საუკუნეა ქრისტეს შობიდან და იქამდეც 1-20 საუკუნე ვაკეთე ქრისტეს შობამდე ეგ მათრახი და ზეწოლა, მაგრამ არ მუშაობს ხალხო. ხო შეიძლება დაინახო, რომ აკრძალვა და ეს რაღაც ზეწოლა ადამიანს პირიქით იმ კასრში ამყოფებს, სადაც მე ვითარდება ყველა პათოლოგია, ხო? ოკეი. და რო აღიარა ეს როჯერსმა, მაგ დროს ინსაიტი მოვიდა, რა გავაკეთო აბა, სხვანაირად რა გავაკეთო. და აქაც მისი პიროვნება ძალიან ხაზგასასმელია, რომ მას ყავდა ერთი ექთანი, ვისთან ერთადაც მუშაობდა, დამხმარე. და იმ ქალმა უთხრა, რომ იქნებ კითხო იმათ რა ჭირდებათ კურნალობის პროცესში, კითხო. და ყველგან ახსენებდა როჯერსი ამ ექთანს და ამბობდა, რომ ეს იმისი იდეაა. ანუ არ დაკარგა, რომ კითხვა დასვა იმ ქალმა, რა ვიცი, იქნებ ესე ვქნათო და ყველგან ახსენებდა, განსხვავებით აინშტაინისგან, რომელმაც მილევა მალჩი არსად არ ახსენა არასდროს. არა და მთელ თავის თეორიებზე სადაც მუშაობდა, მილევასთან დიალოგში მუშაობდა და მილევა საერთოდ იმიტომ შეირთო ცოლად, რომ მასთან დიალოგის დროს ეხსნებოდა გონება. და არსად არასდროს არ ახსენა მილევა, ხო? ეს იმიტომ, რომ აინშტაინი ფსიქოემოციურად პატარა კაცი იყო. შეიძლება ინტელექტუალურად დიდი იყო, მაგრამ ფსიქოემოციურად პატარა იყო და აი კარლ როჯერსი ძალიან დიდი იყო ფსიქოემოციურად. და მან ამოხსნა ადამიანის ფსიქიკაში რა, ნახეთ რა გააკეთა. კლიენტზე ცენტრირდა. და ეს კლიენტზე ცენტრირება, ესე ქვია პირდაპირ, client-centered therapy. იყო პირველი ნაბიჯი, ეს იყო რეაქციული ნაბიჯი და დღეს უკვე ვიცით, რომ ესეც ზედმეტია. ნახე, არც ის ვარ გარო მე ვიყო ცენტრი სამყაროს, როცა თერაპევტი ვარ და მე ვაკონტროლო რა ხდება და არც ის ვარ გარო კლიენტმა აკონტროლოს სამყარო. ჩვენ ორნი ვართ აქ და თანასწორები ვართ, მაგრამ გარღვევა გააკეთა ესე, რომ ცენტრირდა კლიენტზე და ეკითხება კლიენტს, შენ როგორ ხედავ, შენ რა გინდა, შენ რას გააკეთებდი და ნახეთ აქ რა არის ენდობა. იმას კი არ ეუბნება, რომ შენ ცუდად იქცევი და მე ხა გასწავლი, კარგად როგორ იქცე, არა. ენდობა, რომ კლიენტში მოცემული ბუნება და რესურსები სანდო საფუძველია იმისთვის, რომ მასში ეს კონსტრუქციული და პროგრესული ქცევები თავისით წამოვიდეს. საკმარისია ვენდოთ მას. და ასევე ეცე კაცობრიობაში უდიდესი რევოლუცია მოხდება, როცა ადამიანი ენდობა საკუთარ იდს. ანუ საკუთარ თანდაყოლილ მეს, ცხოველურ მესთან გამოაცხადებს ნდობას და არა მის გადაკეთების, შეცვლის, გაუმჯობესების. ეხლა უკვე კიბორგი უნდა გახდეს, რომ აი რაღაცა მინუსები რაც აქვს მის მოწყვლად ბუნებას ეს აღარ ექნება. ის გენეტიკური ჩარევები უნდა გავაკეთოთ, რომ აღარ იყოს რაღაც იქ ნაკლოვანებები. ნახე როგორ არის დანახული. ნაკლად არის დანახული ის, რომ ადამიანში არსებობს მოწყვლადი ბუნება. არა და ზუსტად ამით უკავშირდები, მე კნუტი რატომ მეწოდება? იმიტომ რომ მე ვარ ცოდო. ჩემში არის ის ნაწილი, რომელსაც მასშიც ვხედავ. ამიტომ შემიძლია რომ მეწოდებოდეს, ხო? და ეხა ნახე. ამ აღმოჩენას როგორც კი აღიარებს კაცობრიობა, რომ ზეწოლაში და გაკონტროლებაში იდის მიმართ არ არის გამოსავალი, არამედ იდის შესაბამისად მასზე ცენტრირებით შეიძლება რომ აღმოცენდეს კონსტრუქციული ქცევები. ამ ნდობას როგორც კი მიანიჭებს, ის ზუსტად აი ამ ჰარმონიაში მოვა. და კი დასაწყისში ვფიქრობ, რომ ეს პოლარულად საპირისპირო ქცევა გაამართლებს. ისევე როგორც როჯერსი რო კლიენტზე ცენტრირდა თავიდან. კი ჩვენ ახლა ვიცით, რომ აღარ ვართ კლიენტზე ცენტრირებულები და ცენტრი შუაშია. მეც ვარ და კლიენტიც არის. ნახეთ, ან სახელი შეიცვალა, პაციენტი იყო. ანუ ავად იყო და ეხლა კლიენტია, ანუ შემკვეთი. დამკვეთი, რომელმაც დამიკვეთა, რომ ცოტა გაერკვეს უფრო უკეთესად თავის მდგომარეობაში, თორე ის ცხოვრობს. მას აქვს სისხლსავსე ცხოვრება, მიუხედავად ამდენი ზეწოლისა, მიუხედავად ამდენი კონტროლისა, მიუხედავად ამდენი ჩიჩინისა და როგორ გითხრა, წიხლის ჩაჭერისა, რომ შენ ხარ ბოროტი, ცუდი, უვიცი, ესეთი, აი ეს რაც ისმის, ხო? ჩვენს შინაგან სამყაროში გარემოდან ზეწოლა. რომ თუ მათრახი არ იქნა, ცუდად მოიქცევი და თუ სიკვდილით დასჯა არ იქნა, მკვლელი ხარ, ეს ისმის. ამის და მიუხედავად
უმრავლესობა, კაცობრიობის უმრავლესობა ცოცხალია იმ გაგებით, რომ ცდილობს, რომ წინ წავიდეს, ცდილობს, რომ უკეთ იყოს, ნახე, ეს ცდილობა ვერ ჩაკლეს, არ ჩაკვდა. და ეს ცდილობა მოდის იმ ორი ინსტინქტიდან, გადავრჩე და გამრავლდე, რომ ვიყო უკეთესად, ანუ ინსტინქტი ცოცხალია, ნახე, კონსტრუქციულია. ეს ის კი არ არის, რომ სხვები იყვნენ ცუდად. ამ ინსტინქტით არ მუშაობს ადამიანი, მუშაობს, რომ მე ვიყო უკეთესად. ძალიან დიდი განსხვავებაა, ხო? სხვების ცუდად ყოფნაზე ცენტრირებული ძალიან იშვიათია. მიუხედავად ამ ხელა არასწორი ქმედებებისა, ხო? და ამიტომაც კლიენტია ის არის დამკვეთი, რომ რაღაც ცოტა უკეთ გააკეთოს, თორე ეხლა როგორც ცხოვრობს, მისი სიცოცხლე კონსტრუქციულია. ის სავსეა, ნამდვილი სიცოცხლე ეგზისტენციაა, ხო? რატო არის ეგზისტენციალიზმი ესე შემოსული ფსიქოლოგიაში? იმიტომ რომ ფსიქოლოგია აღარ ხედავს, რომ ზოგი ადამიანის სიცოცხლე ფასეულია და ზოგის უფასურია, ნახე? ესეც ძველი გადმონაშთი არის ისევ იმ სუპერეგოს კონტროლის, რომ აი მონები ეს, მონების ცხოვრება ეხა რა, ავგლიჯოთ შვილები და გაუყიდოთ რა პრობლემაა, ეს ხო მონაა, ეს ადამიანი არ არის. ნახეთ რა არის გაკეთებული? და აი ამ, როგორ გითხრათ, რაც უფრო გაიზარდა ადამიანის იდისადმი ნდობა და რაც უფრო ადამიანი ინტუიტიურად ვერ ვიტყვი, რომ ეს ცნობიერდება ეხლა, მაგრამ აი ეს დემოკრატიის ცდელობა, ეს თანასწორობა, ძმობა, რაღაცა რევოლუციები, რომ მეფე აღარ იყოს და არ გვაკონტროლოს და აბსოლუტიზმის ჩამომხობა, ცოტა რელიგიური ფანატიზმის შემცირება, რაღაცა ცდელობები ინტუიტიურად მიდის, რომ იცი რა, მე კარგი ვარ, იცი? მე არ მჭირდება გარედან ცხვრის ფარასავით ესე იმის რა ქვია სამწყემსური ჯოხის ესე ქნება რა. მე დავიბადე როგორც კარგი. ჩემში არის ისედაც სიკეთე. მე გარედან რო არავინ მითხრას არაფერი, ჩემითაც მივალ მაქამდე რო კნუტი ცოდოა. ჩემითაც მივალ. უბრალოდ მშობელი ალბათ მეხმარება, რომ ემპათია ცოტა ადრე შევიგრძნო. გაიგე? აი, როგორ გითხრა, ცოტა უფრო ადრე გავახილო თვალები, აი, მიჩქარებს დამოუკიდებლობისკენ სვლას, ეს არის მშობლის ფუნქცია. თუმცა პირიქით გვევლინება ხშირად, დამოუკიდებლობას კი არ წამიხალისებს, მშობელი ცდილობს, რომ ჭიპლარით დამიჭიროს ხშირად ჩვენ კულტურაში. იმიტომ რომ მას არ აქვს ნდობა ჩემი იდის, ჩემი ცხოველის, შინაგანი ცხოველის მიმართ. ვამუქებ ახლა. რა თქმა უნდა, ადამიანი ესე ცხოველად არ მოიხსენიება ერთნიშნულოვნად, ხო? ხო და აი ეს განცდა, როცა ადამიანს აქვს, რომ ის კარგია და სანდოა. და სხვათა შორის ბავშვებიც, ხა ნახეთ, ერთ რამესაც ვიტყვი და ესე დავხურავ დღევანდელ ლაივს, რატომ ხდება ამდენი საშინელება. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ბავშვობა და საერთოდ მე ნელ-ნელა გავარკვიე, რომ თურმე ადამიანებს ბავშვობა ზოგს არ ახსოვს. ანუ განსხვავებული მეხსიერების ისინი გვაქვს რა, მოცემულობები. ზოგს მეხსიერება აქვს კაი, ზოგს აქ დაამჟამად აღქმა აქვს კარგი. ზოგს ფანტაზიის უნარი აქვს კარგი, ეს ყველაფერი საჭიროა. სხვადასხვანაირად ვითარდება ადამიანი და მე რაღაცნაირად მაქვს, რომ ძალიან დეტალებში მახსოვს ჩემი ბავშვობა. როგორც ჩანს, ჩემთვის მეხსიერება იყო საყრდენი. სხვადასხვა საყრდენი აქვს ადამიანს და ჩემი ერთ-ერთი კაი საყრდენი იყო მეხსიერება და ისიც მახსოვს, რომ მასწავლებლები, აი ზაფხულის არდადეგების მერე, სექტემბერში დავბრუნდებოდი ხოლმე, ამოწმებდნენ ზოგჯერ წინა წელს რა გახსოვს რა, აი რა ისწავლე და მე მახსოვდა ვეფხისტყაოსნის პოემები ზეპირად. მე მახსოვდა, არ ვიცი, ლექსები ზეპირად უშეცდომოდ. 3-4 თვის ინტერვალის მერე. ესეთი მეხსიერება მქონდა, მუსიკაშიც გამომიცდია ეს. რაღაცას რო დავიმახსოვრებდი ნაწარმოებს, გავიდოდა, არ ვიცი, 6 თვე ან რაღაცა, მე უცებ მეტყოდნენ, რომ აბა შეგიძლია რომ დაუკრა და შემეძლო ერთ დღეში გამეხსენებინა. იმდენად კარგად ვიმახსოვრებდი რა და აი რა მახსოვს. და შეიძლება თქვენც გახსოვთ ეხლა რასაც ვიტყვი. რომ მეტყოდნენ, რომ რაც უდათ იქცევი, ეს რაც უდი რაღაც გააკეთე, ხდება ხო ბავშვობის ამბებში ეს. უფროსები ხანდახან, არ ვიცი, გაბრაზდებიან თუ რაღაცა და რაც უდათ მოიქეცი, როგორი ცუდი გოგო ხარ, აი პირობითად და ეხა ნახეთ გულში რა ხმა იყო. ცუდი ვარ, მე თქვენ გაჩვენებთ ცუდი რა არის. აი რეაქცია. აი ესეთ რეაქციას მაძლევდა. და ის ხო არის შეძახილმა ხე გაახმოო. და შენ თუ თავიდანვე ადამიანს მაგ შეძახილი ცდი, რომ შენ ბოროტი ხარ და უნდა გამოსწორდე. წარმოიდგინეთ, იქ შიგნიდან ამხელა წინააღმდეგობას ბადებს ეს, რა, ცუდი ვარ და უნდა გამოსწორდე, მე თქვენ გიჩვენებთ როგორი ვარ. შინაგანი ხმა ამას ამბობდა ჩემთან. და როგორ გითხრათ, ანუ თითქოს ფუნქცია ამ ნათქვამის, რომ რა ცუდი გოგო ხარ, ის არის, რომ კარგი გახდე.
და რეალურად რეაქციას იწვევს, რომ ცუდი ვარ, გავხდები ცუდი. ნახე, შინაგანი შეძახილმა ხე გაახმოს ასახვა როგორია. კაი, ეხა გაჩვენებთ მე ზარმაცი ვარ, ეხა გაჩვენებთ სიზარმაცე როგორია. ესე რეაგირებს ბავშვი, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია, იცი? ბავშვობაში ყოველგვარი ფილტრის გარეშე შემოდის, რომ შენ ცუდი ხარ. და წარმოიდგინეთ, მთელი კულტურა ამას გვეუბნება, ნახე, რატო ყოფილან მანიაკები და მკვლელები და პედოფილები და ისინი თურმე იმიტომ ყოფილან, რომ საკმარისად არ გადავარტყით მათრახი ბავშვობაში, გაიგე? და რეალურად ამერიკაში ცნობილია, ეს არის შტატი, სადაც არის სიკვდილით დასჯა და რანაირი დანაშაულიც არ უნდა კონდეს ადამიანს ჩადენილი, სიკვდილით დასჯა უქმდება, თუ გამოირკვა, რომ ქონდა მძიმე ბავშვობა. ნახე, იციან, ინტუიტიურად ყველა კულტურაში რაღაცა ინფორმაცია დევს, რომ იმიტომ კი არ გახდა მანიაკი, რომ საკმარისად არ დავსაჯეთ ბავშვობაში, პირიქით. ძალიან დიდი დოზით ურტყით მათრახი ჩვენ სოციუმმა და დაიბადა მერე უკვე გახდა, მოდი ესე ვიტყვი, სტალინი. თქვენ იცით სტალინის ბავშვობა? რა თქმა უნდა იცით, ხო? და ჩვენ შევქმნით ის. ესე მე პირადად არა და ვინც მისმენთ, ესე სათითაოდ პირადად თქვენ არ შეგიქმნიათ, მაგრამ აი ამ სისტემამ, რომელსაც თითო ჭანჭიკით ჩვენ ვქმნით და ჩვენ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უდიდესი ძალა, ძალიან დიდი ძალა, ეს არის გეშტალტ თერაპიის მთავარი პოსტულატი, რომ ესე ერთი წვეთი წყალში რო ჩავარდება, მისი რეზონანსი მთელ ტბაზე გადავრცელდება, ნახე, პატარა ერთი კენჭი რო აიღო და ტბაში ჩააგდო, ეს ფიზიკაა ისევ. და აი ეს როგორც შეცვლის და წრეები რო წარმოიქმნება, ხო? მთელ იმას გადაწვდება რა, ის კი არა, ჩვენ ისიც ვიცით ფიზიკაში, რომ მთელ სამყაროს გადაწვდება. ინფორმაცია რო აქ კენჭი ჩავარდა, არ დაკარგულა ის როგორ გითხრა, უსასრულობაში გაიტყორცნება, იმხელა ძალა აქვს ერთ კენჭს და ესე არის თითო ინდივიდი. ამისი აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს რომ ადამიანმა აღიქვას თვითონ ვინ არის, საკუთარი თავი მასვე რო ეკუთვნოდეს, აი მან იწყება ფხიზელი ცხოვრება და უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანს საკუთარ თავში ცვლილების შეტანით. და ცვლილება რა არის? დღევანდელი თემის მიხედვით, თორე ისე უამრავი ცვლილება შეგვიძლია საკუთარ თავში. ცვლილება არის დაბრუნება საწყისთან, ავთენტობასთან სიახლოვე და ნდობა მის მიმართ და აღქმა, რომ ეს კეთილია. კეთილი იმ გაგებით, რომ კონსტრუქციულია და არა დესტრუქციული. ამ გაგებით კონკურენციაც არ არსებობს ბუნებაში. ძალიან ხშირად ესეა დანახული, რომ კონკურენციაა. ნახე, ხეები, დიდი ხეები უფრო დიდები არიან, პატარებს ჩრდილავენ, ეკონკურენტებიან და ამ დროს გამოირკვა, რომ ხეები ერთმანეთს თურმე ეხმარებიან მიცელიუმით და უგზავნიან საჭირო ნივთიერებებს. ნახე, ეს ჩვენი პროექცია როგორი არასწორი ყოფილა. თურმე ჩაგრავენ კი არა. უგზავნიან ნივთიერებებს იმ პატარა ხეებს, რომელსაც უჭირს, რომ ისიც განვითარდეს. ეს ერთი და მეორე. არაფერ კონკურენციაზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ ხე ცდილობს, რომ წავიდეს სიმაღლეში და სინათლეს მიწვდეს. ის არ ფიქრობს, რომ მოდი დავჩაგრო სხვა ხეები. ესეთი ფიქრი ხეს თავში არ გასჩენია დამიჯერეთ. ის მხოლოდ სინათლისკენ ისწრაფვის. ანუ კონსტრუქციულია. და ჩვენ გარედან რო ვუყურებთ ამ შევიწროვებული მორალის სახელით ცნობილი რაღაცა ზედა ინსტანცია, რომელიც შთაგაგონებს, რომ შენ ცუდი ტიპი ხარ თუ ბოროტი ხარ და უნდა გამოსწორდე და გადაკეთდე და სუპერ ადამიანად უნდა იქცე და როგორ გიხარ, ეს თუ არ ქენი, შენი სიცოცხლე უფასურია და 1000 ნაგავს, ხო? მე ერთ ლაის მაღაზიას ჩავწერ ეგ როგორ წარმოიქმნა ეს სუპერეგოს ესეთი უცნაური, ასე ვთქვათ, არაკონსტრუქციული ხმები, ხო? ამის ნიადაგზე ჩვენ უკვე დავაპროეცირეთ ეს ჩვენი შინაგანი გამოცდილება და დავინახეთ, რომ ბუნებაში კონკურენციაა. აი ეს ხე ცდილობს, რომ სხვა ხე მოკლას, დაჩრდილოს. არა ბატონო. ის პირიქით მიდის სინათლისკენ, სხვა ხეზე არ უფიქრია. ამ მომენტში მხოლოდ სინათლეზე და მეორე უგზავნის მიცელიუმით იმ პატარა ხეებს, საკვებს, რომ ისინი არ დაიხოცონ. აი ესეთია ეკოსისტემა. მოკლედ დავასრულებ ამით, რომ ადამიანის იდი არ არის ის, რაც უნდა გავაკონტროლოთ და ქრისტიანულ კულტურაში ვარ და ვიტყვი, ლოდი რომელიც შეურაცხყვეს მაშენებელთა, იგი იქნა თავკიდეთა და აი დარწმუნებული ვარ მე პიროვნულად, რომ ეს ლოდი არის იდი. კარგად იყავით.